მე ვარ ნუცოტა მოევა 7 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და ცეკვა. უფრო მიყვარს ხატვა და ჩემთვის სწავლა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 3 წლის. მე ვიცი გოგონას ხატვა, ბიჭის ხატვა, მზის ჩასვლის ხატვა, ბუნების ხატვა, ვაზას ხატვა, რომელსაც შიგნით ყვავილები არის და კიდე ბევრი რაღაც. ხეების, ბუნების, წყლის, გემების, ყველაზე რთული არის ასე მზის ჩასვლაზე. ჯერ ლურჯი წყალი უნდა ქნა, მერე იქ უნდა დახატო მზე, ძალიან ბევრი ფერი, წითელი, ყვითელი, სტაფილოსფერი, მუქი ვარდისფერი და კიდე ასე. ყველაზე ადვილია გოგონას დახატვა. მე ახლა გასწავლეთ გოგონას დახატვას. ჯერ ვაკეთებ თავს, მერე ვაკეთებ ასე თმებს, მერე თვალებს, ასე თვალებს კიდე. მერე ასე ტუჩებს, მერე ცხვირს, კაბას და ფეხებს და ხელებს. ხო, კარგად გასწავლეთ გოგონას დახატვა. ჩემი საყვარელი ფერები არის ვარდისფერი და ყვითელი. არ მიყვარს ძალიან მუქი იანცაბისფერი და ძალიან მუქი ყავისფერი. ზოგ ჩემნახატ ვაგროვებ. ახლა მაქვს 40 კაი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ გავიხსენო ჩემი ბავშვობა, დიდი რომ გავისტები. შეგნებულად არ ვყიდი, იმიტომ მინდა მქონდეს სამახსოვროდ. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნია. ამ ბოლო დროს მაჩუქეს სათვალეები და ხელთათმანები. თოლის ბაბუასაც სულ მოაქვს საჩუქრები. წელთ მინდა მაჩუქოს საღებავები, ასე სახატავი ფანქრები, მარკერები და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, თოლის ბაბუ არის 80 წლის და მისი სახელია ვახტანგი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ მყავს კაი კლასელები და კაი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია მარი ბიქელაძე, ყველაზე ჭკვიანია ლევან ბერიძე, ყველაზე მშვიდია ნინა მამულაძე, ყველაზე ბედნიერია ივო კონცელიძე და გიშიც. მე ყველაზე ლამაზი, ნიჭერი და მეგობრული. ფრანჭია იმიტომ არ ვარ, რომ ისედაც ლამაზი ვარ. მეგობრობა არის ერთად თამაში და ერთმანეთის დაცვა. ახლა მყავს 9 მეგობარი და მინდა მყავდეს 21. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. საყვარელი მასწავლებელია მანო დევაძე. და იმიტომ სულ სადღაც დაგყავს, კეთილია, ლამაზია და კიდე ასე შემდეგ. ჩემი აზრით მანო მასწავლებელი ყველაზე მეტად მე მიყვარს. ეს ამბავი კიდე ციცის და კიდე გრძნობს. მე გავიშტები, მინდა გამოვიდე ხატვის მასწავლებელი. თუ ხატვის მასწავლებელი ვერ გამოვედი, მაშინ მხატვარი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ ჩემი და 10 წლისა და მინდა მაგასაც დავემსგავს მეც. სახში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, დაიკო, ბებია, ბაბუა. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა და ვსო. ჩემი და არის 10 წლის და ქვია ტაისია. ის არის ლამაზი, ჭკვიანი, ხოლმე ნევრებს მიშლის და კიდე ძალიან გონიერი. ნევრებს მიშლის მაშინ, როცა გაბრაზებულია და რაღაცას ვეტყვი. ჩემი აზრით ტაისია რომ გაიზრდება გამოვა დიზაინერი, მხატვარი, ჩემსნაირად კიდე კერავი სამაჯურების გამკეთებელი და ეს მამიკო არის ჭკვიანი, კარგი, საჭმელების გაკეთება კარგად იცის, კიდე ბევრი ენები იცის და ძალიან კეთილი. ძალიან მიყვარს მამიკოს გაკეთებული კორეული სტაფილი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, ტკბილი, თბილი, კეთილი, ლამაზი. ასეთი კარგი იმიტომ ვარ, რომ დავემსგავსე დედიკოს და მამიკოს. მე ძალიან მიყვარს კითხვა. ჩემი საყვარელი წიგნებია დედაენა და ბატონი მელა. საყვარელი ფილმია მატილდა. სიამოვნებით ვთამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ცეკვაში ჩემი ვსწავლე. საყვარელი ილეთია ეს.
ესეთი ნიჭი მაქვს, რომ აუცილებლად უნდა შევიდე ციკლაზე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ეგრევე ძალიან ლამაზ ნახატებს მოვაფორმებდი, როგორც აი ეს გარემო. და გავხდებოდი ყველაზე კარგი მხატვარი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იაპონიაში. მაინც იაპონიაში, იმიტომ რომ კარგი ხალხია, ჭკვიანი ხალხია და კარგი. ლამაზი. წინა მონაწილემ დამტევა ასეთი შეკითხვა. ვითთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიო კუნძულზე. ვითთან ერთად და ჩემ მეგობარ ალისია ხინიკაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ბავშვობიდან მინდოდა მქონოდა რაღაც დელფინის ასეთი სათამაშო. მე მგონი იყიდება X-Tetoishi. ბედნიერება არის ხატვა, კარგი ოჯახი, სიმაღლე ჩემთვის ძალიან მიყვარს და კიდევ სიკეთეები რო გავაკეთო. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.